გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი გაკვეთილის თემაა როგორ ავაგოთ კომბინირებული დიაგრამები. როგორც ხედავთ, მე აქ შექმნილი მაქვს ამ მონაცემებზე დიაგრამა, სადაც მონაცემების ნაწილი ნაჩვენებია სვეტების სახით, ხოლო მეორე ნაწილი ასეთი წრფის და წერტილების სახით. როგორც ხედავთ, ორი სხვადასხვა ტიპის დიაგრამა არის გაერთიანებული, კომბინირებული. და მე გეტყვით ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ უნდა შევქმნათ ესეთი დიაგრამა. პირველ რიგში შევხედოთ მონაცემებს, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ავტომობილის გაყიდვის სტატისტიკა, გაყიდული ავტომობილის რაოდენობა და მიღებული შესაბამისი თანხები. პირველ რიგში, იმისთვის რომ შევქმნათ ჩარტი, ჩვენ უნდა მოვნიშნოთ ეს მონაცემები. მოვნიშნოთ მთლიანად ცხრილი, გადავიდეთ insert მენიუზე, ჩამოვშალოთ column, ანუ სვეტების გრაფა და ავირჩიოთ აი ესეთი stacked column მეორე ტიპი ჩარტის. როგორც ხედავთ, შეიქმნება ჩარტი. მე ცოტა დავაპატარავებ ამ ჩარტს. შემდეგი ნაბიჯი, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის რომ მოვნიშნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით ეს სვეტები, რომელიც ჩვენს წინაშეა და დავაჭიროთ format data series. გამოვა ფანჯარა და ამ ფანჯარაში, აი ამ პატარა გრაფაში ჩვენ უნდა ავირჩიოთ secondary axis, რაც ნიშნავს მეორე ღერძის შექმნას და მონაცემების ნაწილის მეორე ღერძზე გადატანას. მოვნიშნოთ secondary axis და დავაჭიროთ close, დავხუროთ ეს ფანჯარა. შემდეგ, როგორც ხედავთ, ისევ მონიშნულია ეს წითელი სვეტები. ჩვენ უნდა დავდგეთ ახლა აი ამ ღილაკზე change chart type, რადგან გვჭირდება ორი სხვადასხვა ჩარტის კომბინაცია. და დავუშვათ ავირჩიოთ ამ სპექტრიდან line, ანუ line, ესე იგი წრფივი დიაგრამა და დავაჭიროთ OK-ს. როგორც ხედავთ, გაჩნდა უკვე წრფივი დიაგრამა. გვაქვს ორი ღერძი, მონაცემები გაყიდვების შესახებ, რაოდენობის შესახებ მოცემულია მარცხენა ღერძზე, ხოლო მარჯვენა ღერძზე გვაქვს თანხები და ასევე ისინი აღნიშნულია მონაცემები როგორც სვეტებით, ასევე წრფივი ჩარტით. დანარჩენი საკითხები უკვე დიზაინის სფეროს განეკუთვნება და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი დიზაინით მოახდინოთ ამ დიაგრამის დაფორმატება. გმადლობთ ყურადღებისთვის, გააზიარეთ და დაალაიქეთ ჩვენი Facebook გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, მე კი გისურვებთ წარმატებებს.